ზდბადა ასე დაიწყებდა ალბათ ერთ-ერთი იუთუბერი მოგენატრეთ მეც არ თქვენ არა და მე მარტო არ ვიცი ადიდი ხანია გადავიკარგე ვიცი სადავარ სადავიკარგე რატო დავიკარგე ამდენი ხანია არ ვიცი ალბათ საკუთარ თავთან შექმნილი პრობლემების გამო იმიტომ რომ ძალიან ხშირად შეიძლება არ გვეტყობოდეს იუთუბერებს რაღაც ჩვენს რაღაცა ჩვენი პატარა დეპრესიები გვაქვს ხო და დაემთხვა ასე და ამიტომ მომიწია ამდენი ხანი დაქრობა ასე თქვა ეხა არ იფიქროთ რა ბანა რაღაცა კდებაო და არაფერი ან რა ბანას რაღაცა ისეთი პრობლემა არაფერი უბრალოდ მიჩვეული ვარ რომ წელიწადში რამდენიმეჯერ არ ვიცი ოღონდ რამდენჯერ არ მაქვს დათვლილი მაქვს ხოლმე პერიოდები როდესაც უბრალოდ რაღაცა ჩამithრევს ხოლმე ქვემოთ და არაფრის კეთება არ მინდება მინდა ესეთი რაღაცა გითხრათ რა ძალიან სერიოზულად მაქვს გადაწყვეტილი რომ OG იუთუბერობა მინდა ანუ ყოფ იმას რომ არ მინდა რაღაცა ჩემი არხი გადაცემებად იქცეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ ვაკარინებ არავის, ვისაც რა უნდა ის აკეთოს კაცო. აგერ მე თუ დავდივარ გადამდე გადაცემაში, ხო არა? მე მინდა რომ აი შემეძლოს საკუთარ ოთახში ვიდეოს ჩაწერა, ისე რომ ჩემი მაყურებელი მყავდეს. და არ იყოს საჭირო გადავხდე სადღაც 57,000 სართულიდან, რომ სანახაობა დავდგა და ამის გამო მიყურო. ერთ-ერთი მიმართულება ჩემი კონტენტის აუცილებლად იქნება რეაქტები. მე ძალიან მიყვარს საკუთარ თავ რეაქციების ამპლუაში ასე ვთქვათ, ვიდეოს მოწონებას ჯერ არ გთხოვთ. შენ რა გიგონა ხა მოიწონებით მაგას გეტყოდი? არა, მაგრამ შენი არჩევანია. თუ მეორე ვიდეო გინდა რომ უმალვე გამოვიდეს, ეს ვიდეო 10,000 ლაიქზე თუ ავა, მე უმალვე დავიწყებ მეორე ვიდეოს ჩაწერას. ხიტა შენგან ავიღე ეს მაგალითი რომ იცოდე, შენ რაღაცა ვირუ. ხო და ვისაც გამოწერდი გაქვს ჩემი არხი. ზარის ღილაკი იქნება. აი ზარის ღილაკიც რომ გააქტივ, ანუ ზარის ღილაკი უნდა გააქტიურო ზარის ღილაკი რომ როგორც კი დავდებ ეგრევე მოგივიდეს შეტყობინება. აი ასე უცაბედად ბედნიერება შეიძლება გეწვიოთ არსაიდან. მე ვიღაცა მარწყია. ვახ, ჩემი. აუ მე აი ძალიან დიდი შიში მაქვს სიმაღლეს, მაგრამ ამ ატრაქციონებზე მაინც და მაინც დიდად ეხა რო თქვა რაღაცა ისე შიში მიფრობს რომ შეიძლება ვაღებინო ძალიან ისე, მაგრამ წარმოიდგინეთ რაც მდგომარეობაში იყო ის ადამიანი. ითი კაი ვიღაცა არ ეხო თორე ეს ის წევა არ არის რომ ჩიტის ნეხვივით გაგიხარდეს ადამიანს და უი ფული მეწევა კაცო ადამიანი რო გარწყებს ზემოდან და ის ჩიტის ის რო გოდია ნეხვით და კაი ბლობათაა და გოდია რომ რა ხდება მილიონი უნდა ვიშოვო და ამ დროს რა მილიონი რაღაც ზემოთ მე და ისაა მეორე სიცოცხლე სამთავროს და პირველ სიცოცხლე სამთავროს ხა გაჩვენოთ ბათუმის მთავარ ღირსშესანიშნაობას შენიშნაობას ღირსშესანიშნაობას ღირსშესანიშნაობას ძალიან გადაობა თვითონვე რო ეცინება ყველაზე მაგარი ეგარი ღირსშესანიშნაობაზე ეგრევე სწორად იმიტომ რომ ეხა მართლა მეგონა რომ არასწორად ვიტყოდი აბა თქვენ ცადეთ ღირსშესანიშნაობაზე და რამდენს ანუ თუ შეგეშლებათ მაინტერესებს იმიტომ რომ მეგონა რომ შემეშკლებოდა ახლა მეც ჩემი რა სტრიალებ ბიჭო სახი გავიწმინდე სალონში და გეგონება პალი როგა გამიკეთეს არ მეც გამიწმენდია რა სახი და ვისაც სახი გაწმენდილი აქვს ყველა მიხვდება ამ კაცის მდგომარეობას იმდენად ლიპლიპებ და ლაპლაპებ რომ ვიღაცას ეგონება რომ მაგარი გაზღმურტლული ოფლიანი ტიპი ხარ აი პირველი ორი დღე ისე ხარ მართლა თან ამ ტიპს თავზე თმაც არა აქვს ეგ ეცებთ ხო ისის გაჭირვებია თავზე თმა რო არ არის და ვახ ჩემი ვინეს ეხა თუ გონია რომ ის გამარჯვასაღებელია ატი ვახ ეს ბავშვობაში ეს მე და ჩემი და ასე ვუწყავთ ხოლმე ზურგში ერთმანეთს თურმე დათი შეჩება რა ისწავლე და ის ფულს გადაგიხდია რაბაში გახარა რაღაცას მაიმუნობ YouTube-ზე ალაიქეთ ვიდეო მეგობრებო მოიწვევ არხის გამოწერა იმდენად მნიშვნელოვანი არის იუთუბერისთვის რაც უფრო მეტი გამოწერი ხავს მით უფრო მეტი კაცი ხარკი არა და მით უფრო თვალშესაცემი ხდები ამიტომ თუ ისე მაინც მიყურებ ძალიან გთხოვ რომ გამომწერო და გელა პარკალაიას ნარც გაჩვენებ მაგრამ ტყუილი პირობა არის ამიტომ რისი ტრაკიც არა გაგშეჩემა არ უნდა დაბედე ხალხს წერტილი კიდევ კაი გავიჭირე კიდევ კარგი დავიჭირე შვილი ვიყო სულ 6 სიტყვა თქვა თუ 5 სიტყვა თქვა ამ კაცმა და ისე შეძლო რომ შეიწერა
მეგობრებო თვითონაც ვერ გაანალიზა. ამ იცი რა მოხდა მან? ვიღაცის ტელეფონი იყო უეჭველი რა და ეგ მაიტა მე შეჭება გადაგვიღე რა უცალთაგენ კაცები გადაიღო ვაჭრებჭები იმათ ობას მიჩს. ამას ეჭირა რაღაცა ალბათ რაღაც ზვირიანი ტელეფონი იყო, Nokia ფაბრიანი. ეს ვისაც უღებდა ალბათ ანუ იმისთვის რო იცოდა რომ გაუბრაზდებოდა ალბათ და კიდევ კარგი დავიჭირეო. იფიცებით, ხას თუ შეუძლია ესეთი რაღაცა მხოლოდ რა. ამ ჩხილებით როგორ თამაშობს? თან Valorant-ს თამაშობს, ჩემი საყვარელი თამაშია Valorant-ი, რო იცოდეთ მეგობრებო. აუცილებლად Valorant-ზე კონტენტი იქნება. ელოდეთ ბომბს დიც ჰეითერების ტრაქში. კაუნტერი არ მიხსენოთ, კი მოკვდა ეგ აღარ შემიძლია. მაგდა აი შეეშვით old bad gold გავიგეთ, მაგრამ ეგ თამაში დაიღუპა, მორჩენილია მაგ თამაშიც. აი საუკუნის კი არა, ყველა დროის საუკეთესო თამაში არის Counter Strike. Counter 1 და 6 რო მორჩა, ჩემთვის Counter-ი მაშინ მორჩა. ეს გლობალიც, ანუ რაღაცა ბიჭო დარჩენილები არიან, არ ვიცი, ვერ ანვითარებენ რა, აი ვერ განვითარებენ. ვახ, დაბურცლა ჩემი. მოგლეთ რა შეიძლება ამ ფაქტზე რო თქვა. თელმა სოფლიო მოიარა ეს ვიდეო, თუ რამდენად უპატიცებულად მოექცა ის პიროვნება. წარმოუდგენა არა მაქვს რატო გაეცინა, მაგრამ და საკუთარ ქვეყანაშივე ისეთი ამბავი მოუწყეს ამ პიროვნებას, რომ ყველას რცხვენია ამ ადამიანის გამო. და იცი რას ვაკეთებ ბოლო პერიოდში, რომ იმდენ სპორტში ვიჩეთ უკვე თავს და სხვა ყველა დანარჩენი ქვეყნის 4 მილიონი იმას რო შეადარო საზოგადოებას ჩვენი 4 მილიონი ამ 4 მილიონ ქართველში იმდენ ნიჭიერს იმდენ სოფლიო ჩემპიონს ნახავთ რომ უბრალოდ წარმოუდგენელია რომ თურმე ასეთ პატარა ქვეყანაში ამდენი ჩემპიონი შეიძლება გვყავდეს წარმოიდგინეთ რა ძალიან სასიხარულოა და მე ძალიან ვამაყობ რომ ქართველი ვარ ეხლა ვიღაცა მეტყვის აი ის ქართველი ხარში და ასურელი ვარ კი წარმოშობით მაგრამ მე ქართველად ვარ დაბადებული და ქართველად ვარ გაზრდილი და საქართველოში ვარ მეც აი ეს გავტეხოთ არავიდა რომ სტაციონა ცოტა ანუ ჯამბებზე წავიდა ხოთ ვაუ, დუბაი შოკოლადი რა ფისტაკ. ვახ, მართლა არ შეგვიჩა ვიდეოია. ვაი, რასიცა კი პატარა ანგელოსო, ხრამუდობს. პლაგიატ დუბაი შოკოლადზე უკეთესი შეხედულების არის ეს ტალახისგან გამოწოთობილი დუბაი შოკოლადი და რა ამბები მოყვა მაგ შოკოლადს. იდეა დაიტაცეს საზოგადოებამ ეს დუბაი შოკოლადი რომ გასინჯვა და არა მარტო გასინჯვა მინდოდა რომ ვიდეო მიმეძღვნა მაგრამ რომ დავაგემოვნე იმ ჰაიპად არ ღირდა რაც ხალხმა მოაყოლა ასე თქვა ამ ყველაფერს რა და არ მოვიდოვი მოკლედ მეტად უფრო გამოვება და გამძვინვარება თუ რა ჯადა მაქვია გაპოპულარულება ამ პროდუქტის და თავი შევიკავე ამის გამო. ეს ბავშვი ძალიან საყვარელია. რა ხდება ბიჭო? რო გირეკავენ იქ შეგიძლია დააყენო iPhone-ზე ეგეთი ფუნქცია არის რომ ვინც გირეკავს იმის სახელს იძახის ვიღაცამ ისეთ სახელი დააყენა რომ კოდესაში გადადით და წარმოიდგინეთ ახლა iPhone-ი გაქვს და ამას გადაობ რა შენთვის პატარა ბიჭი ისეთი ასაკი გაქვს რა ხოხტები გეძალება რა ყველაფერი ვახ რა გიდა რო ქნა და უცებ ეს ხმა რო გადიშენი ოთახიდან რა გიდა რო იფიქრო მე შემოშობლება მამაშიც რო უნდა უხსნა რომ მამა ეს ის არის რასაც შეფიქრობ და პორნოებს უყურებს შედით და წაბდა გირტყავს და შეიძლება ციხრიცქვეშ დაგიდოს ამიტომ არ გარისკოთ პატარა ბიჭებო ვისაც არ ეზარება, ყველას პოპულარობა მოუნდა დედასვიცავა რა. ვისაც ტელეფონთან ინტერნეტ წომა აქვს, ყველას პოპულარობა მოუნდა. ზოგს უკვე ისეთ ამაზრზენობაში გადასდის, რომ ვერც აანალიზებენ რა. მე რა რომ მოხუცებულია კაცო. მე რა ყველას აქვს უფლება
როგორ გითხრათ რა, ყველას აქვს გაერთოს, როგორც უნდა ისე მოიქცეს კაცო, მაგრამ რაღაც ჩარჩოები ხო არსებობს კაცო, რომ საზოგადოებაში, ანუ ეს ხო პუბლიკზე არის დადებული. ბიჭო, ესეთი რაღაცა არ ვიცი რა, აუბედურება რა არის. წარმოდგენაც არ მაქვს ეს რომ კაც ექნა ესეთი რაღაცა, თუნდაც ხუმრობით რა ამბები ატყდებოდა. გინდა ქალი იყოს, გინდა კაცი იყოს. არ ვარგა ესეთი არაფერი არც ერთის სქესიდან და არც მეორეს სქესიდან. ამიტომ თუ წესი არსებობს და თუ კანონი არსებობს, და ორივესთვის იარსებოს. თანაბრად. მე მგონი ფემინისტი ხდები ამასობაში და არ ვიცი. მოდი მეც ვეღარ გავუძლებ. 10000 ლაიქზე აუცილებლად მეორე ვიდეო იქნება უმალვე. მე პირობას ვიძლებ. აი გულზე მიდევს ხელი, გეხვეწება ერთ დღეში ნუ აიყვანთ და რამოდენიმე დღეაცა და 10000 ლაიქზე მე აიყვანთ რა. ასევე ინსტაგრამზე გამოვყევით და რა შეიძლება რა თქვა. გარდა იმისა რომ მშვიდობით.